უკვე ცნობილია ზაურ შაბურიშვილის მკვლელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მკვლელი ზვიად ჭკადოა. გუშინ თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ძლეოსნობის მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი 24 წლის ზაურ შაბურიშვილი. მისი მეზობლების განმარტებით ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლის ხმა გაისმა. შაბურიშვილს ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ეს ამბავი გავედი ჩვენ მე და ჩემი ქალიშვილი და იმ დავარდნილი ბიჭის მოვლა შეუდექით. არც ვიცნობდი წესიერად ამბავს. ბატონო, იცით რა, რამდენადაც მე ჩვენ გავიგეთ უკვე როცა წაიყვანეს უკვე რა ქვია, სასტრაფოში გარდაიცვალა, ასე გავიგეთ ჩვენ რაღაც ამბავი მოვიდა, თორე როგორც ასეთი, როგორ გითხრა, დარაჩეულებული გოგონები არიან, ვისთანაც მოდიოდა არაფერი არ იცი, რაღაც იქვე პოლიციაში გავიგე, რომ რაღაც ვისთან ქონა შელაპარაკება ტაქსისთან თუ რაღაც და მცირე შელაპარაკების გამო. დაახლოებით ალბათ ეგ 9 იქნებოდა თუ არა მეტი, რაღაცა ეგრე სროლის ხმა გავიგე. მარც მიფიქრია რომ აქ შეიძლება რაღაც ეგეთის მომხდარიყო. გადმოვიხედე ეგრე 5 წუთის მერე და ხალხი იყო და როგორც გავიგე მოუკლიათ ვიღაცეთი ახალგაზრდა პიროვნება. თბილისში გალაქტიონის ხიდიდან მტკვარში მოხუცი ქალი გადახდა 70 წლის ლამზირა ნათენაძე გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებიდან არის. ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი გამოცხადა. მოხუცმა შვილებმა მტკვრიდან მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლამზირა ნათენაძე პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც განყოფილების ექიმები აცხადებენ, პაციენტს გამოკვლევები უტარდება, მისი მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. პაციენტის მოყვანების სასწრაფოს გადმოცემით პაციენტი გადახდა მეტეხის ხიდიდან სავარაუდოდ თავის მოკლის მიზნით. მოხერხდა მისი დროული ამოყვანა. პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა კლინიკურ ლაბორატორიულ გამოკვლევებით თავის ტვინის გულმკერდის რენტგენოგრაფიები. საბედნიეროდ მოტეხილობა არ ვლინდება. ამჟამად პაციენტი კონტაქტში შემოდის, მაგრამ აქვს ამნეზია, ვერ იხსენებს გარკვეულ მომენტებს. დღეს ტყიბულში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმყოფებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ტყიბულში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა, რათა გაიხსნას სამთო პროფესიული სწავლების ცენტრი. მინისტრთან ერთად ტყიბულში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი ლაშა მაკაცარია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. ისინი შეხვდნენ ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციას, მეშახტეებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ისაუბრეს პროფესიული სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე. პროფესიული სასწავლო ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან სამთო საქმიანობას და ამავდროულად ტყიბულის მაღაროებში დასაქმდებიან. სასწავლო ცენტრში მოქმედი მეშახტეებიც გადამზადდებიან. პროფესიული სასწავლებლის გახსნის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 აგვისტოს ისაუბრა. ის ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ჩავიდა. აფეთქება 3 ადამიანი ემცხვერპლა, 7 კი მძიმე დაშავდა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ტყიბულში შეიქმნება სასწავლებელი, რომელიც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში იმ მაღაროებს, რომელიც ეხლა მუშაობენ და განსაკუთრებული ყურადღება იქნება გადატანილი აგრეთვე იმ ხალხზე, რომელიც დაიწყებს მუშაობას. აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთვება ამ პროცესში და ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით აკადემიურ ბაზაზე შეიქმნება ეს სასწავლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის ამ რეგიონში განხორციელება. ეს არის მეტად სასიცოცხლო ამ ობიექტის ფუნქციონირებისთვის, არა მარტო ამ ობიექტის, არამედ ჩვენ იცით რომ რეგიონში გვაქვს როგორც ესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ასევე გვაქვს ჭიათურა მანგანუმი, ასე რომ ამ სპეციალისტების მომზადება ამ რეგიონში ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით თითქმის გადაწყვეტილება მიღებულია. განათლების და მეცნიერების სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საუბარი იყო გუბერნატორთან შექმნიან რეგიონალურ ცენტრს, სადაც იქნება მთელი სპექტრი გადამზადებიდან დაწყებული დამთავრებული უმაღლესი პროფესიული განათლებით. დღეს ჩვენ შევთავაზეთ დაახლოებით 10 მიმართულებით ესეთი პროგრამები, რაც საკნახშირის მიერ იყო მოწონებული. 7 მაღაროელის მდგომარეობა, რომლებიც თბილისის დამწრობის ცენტრში იმყოფებიან, ექიმების თქმით ამ დრომდე მძიმეა. 7 მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 27 აგვისტოს ტყიბულის მაღაროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. 7 დაზარალებული კი თბილისის დამწრობის ცენტრსა და ხუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ჩვენს განყოფილებაში წევს 7 დაზარალებული, მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.
დაეწყოთ ინტოქსიკაციის ფონზე მდგომარეობები პროგრესულად მძიმდება და ფართობის, სიღრმის, დაზიანების ხარისხის მიხედვით ადეკვატურად მძიმდება მათი მდგომარეობაც. ჯერჯერობით სტაბილურობას არც ველოდებით, რადგანაც ამ ეტაპზე ინტოქსიკაციის პიკია. სადღაც 3-4 დღის შემდეგ უკვე რაღაც პროგნოზების გაკეთება შესაძლებელი იქნება.